ჩემი ვინ ხარ? ვინ? პირუტყვი. ნამდვილი პირუტყვი. რატომ ელისო შენ გაიზრდები და მიხვდები რომ ადამიანებს არაფერი არ სჭირდებათ გარდა თავისი პატარ-პატარა სურვილების დაკმაყოფილებისა. ჩემი პატარა სურვილი სასმელია. აი ეხლაც იმაზე ვფიქრობ, მე და ბონდო ხვალ როგორ დავდე. შენ გონია თქვი ყველაფერს ფეხებზე დაიკიდეთ ამით საქმეს ეშველება არა? მე მეშველებას ვისი არ. ხოდა პირუტყვი ხარ. ნამდვილი პირუტყვი ხარ, ნამდვილი. დავი მამას შენს ხომ ხედავ როგორ გაიცდით თვითონაც. იდი ელისო, იდი. უმაყენე შეურაცხყოფა, მე შევეჩვიგე თუ გეშინია. ამიტომ მიდი. ადამიანი. მე ხომ ისა პატარა კაცი. როგორ თქვი? ნამდვილი პირუტყვიო, მართალი ხარ. ნამდვილი პირუტყვი ვარ, მხოლოდ პირუტყვს შეუძლია იმის მოთმენა, რასაც მე ვითმენ ყოველდღიურად შენგან. ამა ჩემი ცოლისაგან თეატრშიც ვითმენ დაწყებული ნაბიჯვარი სამხატვრო ხელმძღვანელი დამთავრებული ლოთი მეხანძრით ყველა მემაყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ პირუტყვი ვარ. ქუჩაში თავჩაკიდრული დავდია, მეშინია ვინმე ტყვია არ მეხელო, შევიდა პირუტყვი ვარ. არა, მე პალმის ხეა და მაინც ვითა. Სადიდან უიფიქრებ შენს ცინიკოს კომედიანტ მამაზე, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია. მე ვიცი შენ არაფერი არ კიდია ფეხებზე და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს. წადი. პაპატი. ხვალ ორი სპექტაკლი მაქვს. ეს გადამატანებში წასვლას. ისე ლახტილად რომ გითხრა, როცა სპექტაკლი მაქვს, მაშინ მართლა ყველაფერი ფეხებზე კიდია. როცა სცენაზე გავარ, ასე მგონია, რომ მთელ სამყაროში ჩემს გარდა არავინ არ. შვილებიც მერტი რომ მერტია. ისიც ქრება და ჩემი მარტო. ამიტომ ვეძახდი ჩემ თავს. პალმის ხეს ვდგავარ ჩემთვის მარტო ირგვლივ ქვიშა, მაგრამ მე ამაყად ვდგავარ, იმიტომ რომ ფესვებში ჩემი სამყოფი წყალი ყოველთვის მაქვს და არ მაინტერესებს რა ხდება ჩემს ირგვლივ უდაბნოში. მაგრამ სპექტაკლი ავდება თუ არა. მე პალმის ხიდან ისევ ადამიანად გადავიქცე. და ისე ვიწყება